სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთს. ილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი და ძალა. შეგვეციოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, შეგვეციოს დღევანდელი წმინდანების, ვინც მოიხსენეთ მისი დღესასწაულო დღეს, მათი ლოცვა და მეოხებით. და ღმერთმა მათი ლოცვით და მეოხებით გადაარჩინოს, გაამწვიანოს, გაერთიანოს ჩვენი ქვეყანა, დაიფაროს ჩვენი მონასტერი და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. წმინდა ეკლესიამ დღევანდელ დღეს დაადგინა ხსენება იმ დიდი მოღვაწეების და იმ დიდი წმინდანების, რომელიცაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება და ურთიერთობა უფალთან ჩვენთან იესო ქრისტესთან და ისინი აღერიცხეს როგორც ხორციელი ნათესავები, უფალი იესო ქრისტეს ხორციელი ნათესავები და თქვენ იცით, როდესაც იწყება მათი სახარება არის გენეალოგია ჩამოთვლილი იმ დიდი წინასწარმეტყველის და მამამთავრების, რომლის შემდგომაც იშვა იესო ქრისტე და ასევე იქ მოხსენებულია იოსებ დამწინდელი. ის არის დიდი მოღვაწე ადამიანი იმ ეპოქაში, რატომ გამოირჩია უფალმა, რომ სწორედ მას უნდა ეტვირთვა ის მეურვეობა და მზრუნველობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა და უფალის სულისა ჩვენისა იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ის გამოირჩეოდა თავისი წმინდა ცხოვრებით ამ ქვეყანაზე. მას ჰყავდა შვილები აგრეთვე, მაგრამ ის ქვრივი იყო და შემდგომ მისი დაქვრივებისა ის გახდა დამწინდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა, მაგრამ ეს იყო უბრალოდ ღვთისგან გამოჩენილი ღმერთმა, ღმერთს რო შეენახა ის საიდუმლო, რომელიც საიდუმლოთაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, აუცილებელი იყო, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ყოლოდა საფარველი და გვერდში მდგომი ადამიანი, რომელიც მას უბრალოდ მეურვეობას გაუწევდა და სწორედ აი ამიტომ მოხუცებულობას მიღწეული მართალ იოსები ხდება ფარველი და მეურვე და შემწე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისა და როგორი დიდი მადლი უნდა ქონდეს ადამიანს ღვთის წინაშე თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით, რომ ადამიანმა ამხელა პასუხისმგებლობა დააკისროს ადამიანს. ხო, მარტივი არ არის ესე, კი ერთია ღვთისგანგებულება, ღვთისნება, მაგრამ ის ადამიანი, ამის აღსრულებელი, რამდენად შეისწევს ძალა სიწმინდის დაცვის, რომ გაუწიოს მფარველობა, ასე სიწმინდეს, როგორიც იყო იესო ქრისტეს მოვლენა ამ ქვეყანაზე. დღევანდელ დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, როდესაც ეს წმინდა მართალ იოსები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მაცხოვართან ჩვენთან იესო ქრისტესთან ერთად მიდის ეგვიპტეში და მათთან ახლავს დღევანდელ დღეს მოხსენიებული ძალიან დიდი წმინდანი ჩვენი ეკლესიის იაკობი, რომელიც ასევე ხორციელ ძმად მოიხსენება, იმიტომ რომ ის იყო იოსებ დამწინდელის შვილი და ის გამოირჩეოდა თავისი წმინდა ცხოვრებით. აი, ესე არის ნათქვამი, რომ მან ყრმობის ასაკიდან აღუთქვა უფალს, რომ ის თელს მის ცხოვრებას შესწირა და უფალს და უფალთან ურთიერთობას და მან აღუთქვა უბიწოება, მას უბიწოება არ დაუკარგავს. ის დღე და ღამე ლოცვაში და მარხვაში ატარებდა თავის ცხოვრებას. ესე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ამქვეყნიური ცხოვრება. თუ გვინდა რომ უფალმა ჩვენზე თავისი მადლი გარდამოავლინოს, ყოველი ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, რომ უბიწოდ ცხოვრობდეს. იმიტომ რომ მოციქულები განცნობენ, პავლე მოციქული ამბობს, რომ მე მრუშეთა და მემთვრალეთა, მეძავთა ვერ დაიმკვიდრონ სასუფეველიცათა, თუ ამ ცხოვრებაში იქნებიან ისინი და ძალიან მნიშვნელოვანია იაკობ მოციქულის ის ერთ-ერთი 70-თაგანი მოციქული იყო და შექმნა პირველი მღვდელმთავარი იერუსალიმისა. გამოირჩეოდა თავისი წმინდა ცხოვრებით, მოღვაწეობით, მარხვით, ლოცვით და მასზე წმინდათა ცხოვრებაში ასე წერია, რომ იმდენ მეტანიას აკეთებდა დღის მანძილზე, რომ მისი მუხლები გაქოვებული იყო, ვერ იგრძნობოდა, შეგრძნება არ ჰქონდა მას მუხლებში და ის გასქელებული ამდენი მეტანიების კეთებისგან, რომ ლოცულობდა ღვთის წინაშე და ის, როდესაც
უფლის მადლით და წყალობით ის დადგინდა პირველ მღვდელმთავრად იერუსალიმისა, ის ქადაგებდა და თვით ებრაელებიც კი ისეთ პატივისცემდნენ მას, უდიდესი პატივისცემა ჰქონდა მას ებრაელებისაგან. როდესაც ის აიყვანეს ტაძრის გუმბათზე, რომ უნდა ენახებინათ, რომ დაესაჯათ ის და მან ისეთი სიტყვები თქვა ღვთისადიდებელი და იესო ქრისტეს ადიდებელი, რომ იქ მისული ადამიანები, ვისაც უნდა განეკიცხა იგი და დაეცინათ მისთვის, ისინი შეუძლიენ იესო ქრისტეს და მის მსახურებას. ეს რომ დაინახეს ებრაელმა ხალხმა, რომ პირიქით მოხდა, რომ ღვთის სიტყვა გადმოვიდა ადამიანებზე და ის მადლი ის გუმბათიდან გადმოაგდეს და შემდგომ მუხლებზე დაჩოქილი ქვებით ჩაქოლეს. და მე მინდა რაღაცნაირად დღევანდელ დღეს სხვას ვერაფერს ვერ ვიყოდი თუ არა თქვენთვის წამეკითხა პირველი ეპისტოლე იაკობ მოციქულისა, იმიტომ რომ ის გამოირჩეოდა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით სიწმინდით, რონებს სწორედ ამიტომ არის და იწყება ჩვენი სამოციქულო საკითხავები იაკობ მოციქულის ეპისტოლეთი. რა თქმა უნდა, დასაწყისში არის იმ მოციქულების ცხოვრების შესახებ მოთხრობილი, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი და რას იქმოდნენ ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამის შემდგომ პირველი ეპისტოლე არის იაკობ მოციქულისა და ის ბრძანებს იაკობ ღვთისა და უფლისა იესო ქრისტეს მონა. 12 და ნათესავთა გიხაროდე, ვახარებ ჩვენ თვითონ ყოველ ჩვენგანს. ყოველივე სიხარულად შერაცხით ზმანო ჩემო, რაჟამს განსაცდელსა შესვეთ პირადპირადსა. აი, იაკობ მოციქული გვეუბნება, რომ შეხვიდეთო განსაცდელშიო, მადლობდეთო ღმერთსო და გიხაროდენო, იმიტომ რომ ის ცოდვაში ჩავარდნა არის ჩვენი შინაგანი განწყობა და დამოკიდებულება იბნებების მიმართ, მაგრამ განსაცდელი ხანდახან მოდის, იმიტომ რომ ადამიანი გამოაფხიზნოს და როდესაც ცოდვაში ჩავარდნის დროს გმართებს ჩვენ სინანული, როდესაც განსაცდელი მოდის, ამ დროს არის ჩვენი გამოსაფხიზლებელი ის და უნდა მადლობდეთ და გვიხაროდეს ყოველ ჩვენგანს, ყოველ ქრისტიანს. უბიცოთ რამე თუ გამოცდილებამ მას არწმუნოებისამან, თქვენისამან შექმნას მოთმინება. აი, იაკობ მოციქული გვეუბნება, რომ ეს განსაცდელის დათმენა და სიხარული შექმნის მოთმინებას, ანუ გვასწავლის ჩვენ მოთმინებას თითოეულ ჩვენგანს. აუცილებელია ქრისტიანი ადამიანისთვის, მოციქულები ამბობენ და წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც შეუდგება ღვთისმსახურებას, რომელიც შეუდგება, რომ ის იყოს უფალთან, გადაწყვეტს, რომ მან უკვე ამ ქვეყანაზე მას არაფერი არ აინტერესებს გარდა იმისა, რომ იყოს ღვთისთვის მლოცველი, ღვთის წინაშე მლოცველი, იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და შეუდგება ქრისტეს, მას ჩვენ წმინდა მამები და ეპისტოლეშიც და ძველი წმინდა წინასწარმეტყველების გვაგრძელებთ ძველი აღთქმის, რომ ელოდეთ განსაცდელს, ელოდეთ შემოსულ გულს, რომ ადამიანი მზად უნდა იყოს, რომ მას აუცილებლად ეწევა განსაცდელი. ხოლო მოთმინებას ამას საქმე სრული იქმენით, რათა იყვნენ სრულ ყოვლად ცოცხალი და არა ძალ ნაკვლევან, ხოლო უკვე ვინმე თქვენგანი ნაკვლევან არს სულიერისა სიბრძნითა, ითხოვენ ღვთისაგან, რომელმან იგი მოსცის ყოველთა ხორციელად და რა ვის აყვედრის და მოსცის მას. აუცილებელია თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა ქრისტიანმა ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ სიბრძნე, რომ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისადიდებელი წარმართოთ სიბრძნით და წარმართოთ ღვთისთვის საათნოთ ჩვენი ცხოვრება. და იაკობ მოციქული ამბობს, რომ ითხოვდეთო და აუცილებლად მოგცემთო ღმერთიო სიბრძნესო. ნუ გონებ კაცი იგი ვითარმედ რაიმე იღოს ღვთისაგან, კაცი ორგული დაუდგრომელარს ყოველთა გზათა მისთა,
გვაფრთხილებს, რომ ესე ორგულობით და როდესაც გვაქვს ეჭვი და არ გვაქვს ჭეშმარიტი რწმენა და ამ რწმენით არ ვითხოვთ, გვაფრთხილებს, რომ თუ ორგულად ვითხოვთ ამას და შინაგანად განწყობა გაქვთ, თუ შეიძლება უფალმა არ მოგცეს ეს, რა თქმა უნდა, ეს არ შეისრულება ღვთისა მიერ და არ მოგვეცემა ეს მადლი. ხოლო დიდარი დამდაბლებასათვისა, რამე თუ ვითარცა ყოველი ცივისა ეგრე წარხდეს. რამე თუ აღმოხდა მზე სიცხითათვისითა და გაახმოთივა იგი და ყვავილი მისი დასცხრა და შვენიერებაი პირისა მისისა წარხდა. კიდე გვაფრთხილებს იაკობ მოციქული, რომ ყველაფერი განხარდება ამ ქვეყანაზე, ის სიმდიდრეც, ის სილამაზეც ჩვენ ყველაფერი წარხდება მარტო ღვთის მიმართ სასოება და ღვთის მიმართ სიყვარული რჩება საუკუნოდ. ნეტარ არის კაცი იგი, რომელმა დაუთმოს განსაცდელსა, რამე თუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისა, რომელი აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისდაი. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ეს მუხლი იაკობ მოციქულისა, როდესაც ამბობს, რომ კიდევ ერთხელ წავიკითხავ და გავიმეორებ. ნეტარ არის კაცი იგი, რომელმა დაუთმოს განსაცდელსა, რამე თუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისა, რათა რომელიც აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. კიდევ ხას უსვამს და გვეუბნება, რომ მოყვარეთა თვისთა მოვლენს განსაცდელს, უფალი რომ ჩვენ უნდა გამოვიცადოთ, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი, ყოველი ჩვენგანი ვართ დაცემული ჩვენს ნებებში, ჩვენს გულისწყლებში და რომ არა განსაცდელი, რომ არა სინანული თვისთა ცოდვათა ჩვენ ვერ შეუდგებით ქრისტეს, არ გვექნება, ვიქნებით ამპარტავნები, ვიქნებით საკუთარი თავით კმაყოფილები და ვერასოდეს ვერ ვისწავლით ლოცვას. თქვენ თავს დაუკვირდით, როდესაც რაიმე გაჭირვება გვაქვს, როდესაც რაიმე განსაცდელი გვაქვს, როგორი ძლიერია ჩვენი ლოცვა. თუნდაც წამიერი იყოს და უფალს შევღაღადოთ ერთი სიტყვით, რომ უფალო, შემიწყალე უფალო გამომიხსენი ამ განსაცდელისაგან. იმას კი არ ვითხოვთ ჩვენ მამაო ჩვენს ლოცვაში, რომ უფალო შემიყვანე ჩვენ განსაცდელსა. აქ წერია, რომ ვითხოვდეთ განსაცდელს და მოულოდეთ განსაცდელს, მაგრამ მამაო ჩვენოში ნათქვამი ნუ შემიყვანე ჩვენ განსაცდელს და არის ის, რომ ნუ დავინთქმები შიგნით ამ განსაცდელში, რომ მომცეს ღმერთმა ძალა და ნებისყოფა, რომ მოვლინებული განსაცდელის ჟამს გონიერად მივიღო ეს განსაცდელი, მადლობდე ღმერთს და გამოვიდი ამ განსაცდელისაგან. შეისმინოს ღმერთმა ჩვენი ლოცვა და ვედრება და იაკობ მოციქულის ლოცვით და მეოხებით თითოეული ჩვენ გვასწავლოს ღმერთმა, რომ ვიყოთ ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ განსაცდელის ჟამს მადლობდეთ ღმერთს და რომ არასოდეს არ საყოლებდეთ მას ჩვენზე მოვლენილი განსაცდელის ჟამს. ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა, როდესაც ადამიანი მზად არის, რომ ყოველ წუთს, ყოველ წამს ნებისმიერი სიტუაციის დროს მადლობდეს ღმერთს და ღმერთმა მოგცეს ამის ძალა და მადლი და თქვენიცით ის ჩვენი დიდი წმინდანები, რომლებმაც გაიმკვიდრეს ის ადგილი ღვთის სასუფეველში, რომელიც გამზადებული იყო მათთვის და არის მათთვის, მათ ყოველივე განსაცდელი დაითმინეს და მაგალითი არის ვინც მობრძანდებით ჩვენთან ტაძარში და მიემთხვევით მამა გაბრიელს ყველა მიცით მისი ცხოვრების შესახებ, რომ ის ახსავსო იყო განსაცდელები. მთელი მისი ცხოვრება იყო განსაცდელები და მეტი არაფერი, მაგრამ ამაში პოვა სიხარული მამა გაბრიელმა. ის ამაში პოვა ბედნიერება, რომ ამ განსაცდელის ჟამს მან იპოვა უფალი. ის წლები 15 წელზე მეტი ალბათ, როდესაც მან საფლავებზე ცხოვრებით გაატარა, მადლობდა ღმერთს და სწორედ აი ამ დროს შეიძინა ის მადლი და სიყვარული ღვთისა, რომელიც მას ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა ასეთი განსაცდელი ჟამს, როდესაც მოდის მოყვასისაგან, როდესაც მოდის ჩვენი დევნა და ჩვენი შეურაცხყოფა, ხშირად შეიძლება ადამიანი გაბოროტდეს და ისუროს იმ ადამიანის ბოროტი და შეეცადოს ღვთისაგან ისუროს, რომ დაისაჯოს ის, მაგრამ სწორედ ამით განსხვავდებიან ის წმინდა დიდი მამები და ღირსი მამები, რომ
უფრო მეტად უყვარდებათ ის ადამიანები, ვინც მათზე მოავლეს განსასწრებს და მათზე მოავლეს შეურაცხყოფას. ღმერთმა დაგვლოცოთ, ღმერთმა შეიწიროს ჩვენი დღევანდელი მსახურება, ღმერთმა შეიწიროს თქვენი თითოეულ თქვენგანის ის პატარა ღვაწლი, რომელსაც აღასრულებთ მოყვასის წინაშე, უფლის წინაშე და კიდევ მინდა გთხოვოთ ერთი რაღაც, რომ ყოველთვის როდესაც რაიმე სათნო საქმეს აღასრულებთ, თუნდაც ლოცულობთ, თუნდაც წარზარში მოხვალთ დილით მსახურებაზე, ეს ამპარტავნებაში ნუ ჩაგავდეთ, მოიფიქრეთ, თუ აი მე დილით ადრე ავდექი და წამოვედი ტაძარში, რისთვის, რა არის ამის მიზეზი? იმის ხო არა, რომ თქვათ ვიღაცამ თქვას ჩვენზე, რომ აი როგორი ყოჩაღი არის ეს ადამიანი, რომ დილით ადრე უკვე მსახურებაზე მოვიდა. ეს გააკეთეთ არა ადამიანების დასანახად, თითოეული საქმე, რასაც აღასრულებთ ამ ქვეყანაზე, არა ადამიანების დასანახად იყოს და ადამიანების სათქმელად, რომ როგორი კეთილმსახური ეს ადამიანი, როგორ შრომობს, როგორ იღწვის, არა ამის სათქმელად, არამედ ღვთის სადიდებლად იყოს თითოეული ჩვენი ამ ქვეყანაზე გამოკვდარი. ღმერთმა დაგვეცოთ და ღმერთმა შეიწიროს ჩვენი ლოცვა და შეგვიწყალოს